Ladies and gentlemen, we are continuing. And IFC present you the next bout. Pro MMA featherweight contest. And welcome to the rage from Uzbekistan. Coming on short notice, Nazimback Hunter Nampozov. მე ვიჩქანე ცოტა ჯერ ეს მეორე ბრძოლა და არა თამლიანის, არამედ ხამად გუნაევის დაპირისპირება გველის. მოგიხსენებათ რომ ცირე პრობლემა შეგვექმნა, თუმცა დიდი ნერვიულობის ხარჯზე მიშამ მაინც მოაღვარა ეს ამბავი და ეს ხამად გუნაევი მეტოქის გარეშე არ არის. ხამადის მეტოქი Nazimback Nampozovმა აიღო დაახლოებით 18 საათით ადრე ეს ბრძოლა და პატივისცემა ჩვენგან მას ესეთ რაღაცას ბევრი ვერ აკეთებს. ჩვენი შევახსენოთ რომ ლიდერბეტი არის გენერალური სპონსორი Integra Fighting Championship-ის ამ ღონისძიების. ეს არის საიუბილეო ღონისძიება 10 წლის თავი 18 ივენთი და 20-მდე სამოყვარულო ივენთი Integra Fighting Championship-ისგან. ვფიქრობ რომ პირველი ივენთია საქართველოში და კიდევ როგორც მინიმუმ And now welcome to the rage, his opponent from Georgia, Hamad Warrior Gunzage. მე ვეში იდი ხამადი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლი. ძალიან მომწონს ეს ბიჭი, ძალიან გაუნაბალია ვაკო პირად ურთიერთობაში და როგორც სპორტსმენი საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა, საკმაოდ. დღეს ვინც კი უყურებს მის ბრძოლას, დამწუნებული ვარ გულგული და უკმაყოფილო არავინ არ დარჩება. ხამად გუნაევი Nazimback Nampozov's წინააღმდეგ. მოგიხსენებათ რომ წინ გველოდება კიდევ ერთი დაპირისპირება და ამის შემდეგ იქნება main card-ი. main card-ზე საქართველოსთან იჭხუბებს გიორგი ქართველიშვილი, ასევე ვეფხო ჭინჭარაული. გარდა ამისა, main card-ზე გამოვა დიმიტრი ბოლქვაძე, ცოტნე სულთანიშვილი striking MMA და შოთა ბეთლემიძე, ლეგენდარული მებრძოლი. ორი ბრძოლა ტიტულისთვის. He's 24 years old, 185 centimeters tall, weighing 67 kilograms even. Professional record 4 victories and only 1 defeat. Ladies and gentlemen, he's master of sports in Sambo, representing Akummanas Club, Karachi, Uzbekistan. Here is Nazimback Hunter Nampozov. And his opponent fighting under the red corner. He's 26 years old, standing 178 centimeters tall, weighing at 66.7 kilograms. Professional record 4 victories and 2 losses.
Ladies and gentlemen, hand-to-hand combat, North Caucasus Federal District 2 times champion, combat Sambo Moscow champion, Wushu Sangda Chechen Republic champion, representing Quran Fight Club, Tbilisi, Churcha, here is Khamad Warrior Gunaev. Your referee judge Marco Roerson. ახლა და ეცდება ნოზიმბეკ ნომოზოვთან გამარჯვებას. Blue corner, you ready? Red corner, you ready? Fight! აბა ვნახოთ როგორი ჭხუბი იქნება. დაიწყო დაპირისპირება გუნაევი ნომოზოვის წინააღმდეგ. ხამადი ეცდება რა თქმა უნდა პირველივე რაუნდში დასრულებას ძალიან მძიმე და რთული გზა იყო წონის დაკლებისკენ და ნომოზოვი აქტიურად იწყებს. არ არის ნომოზოვი, არ არის საჩუქარი ხამადისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეშიც კარგი უპირატესობა აქვს. საათით ადრე აიღო ვაკობზოლა, საკმაოდ კარგი ბიჭია, 4-1-ი აქვს რეკორდი. აი ნახე როგორ ხამადს აქვს 4-2. ხამადს როგორი ლამაზი მოძრაობები აქვს. აი ეს მომწონს ამის დროს, არ ჩერდება არასდროს. სულ მუშაობს, სულ მოძრაობაშია და არ უნდა იჩქაროს როგორი კარგი გაარტყა ეხლა ხამადმა. არ უნდა იჩქაროს. საპასუხოც არ იყო ურიგო. საპასუხოც არ იყო, კი, მაგას ვიძახი. საკმაოდ ძლიერი და კარგი ბიჭია. აბა ვნახოთ. ნომოზოვი დისტანციაც საჭიროა, იმიტომ რომ ძალიან გრძელი ხელები აქვს, მაგრამ კარგი დარტყმები იყო ხამადისგან. პირდაპირებით, რუკებით როგორი შესულა აქვს, ლამაზი ძალიან დახვეწილი მოძრაობებია. კარგი დარტყმა იყო ფეხში. ხამადმა თუ თავის ბრძოლა. საკმაოდ აქტიური და ლამაზი ბრძოლა თავის ბრძოლა წაიყვანა, არ ამოასუნთქებს ერთი წამი არ ამოასუნთქებს ნომოზოვს. აი, კარგი მოხდა. აბა. კარგი დარტყმები იყო გუნაევის, ბრავო ხამად. რა კარგად მუშაობს. შესულები აქვს ძალიან სწრაფი ხამაც. შესულა, გამოსულა, აი ეს მოძრაობები. კარგი ცრუ მოძრაობები აქვს. ცრუ მოძრაობებით მშვენიერი აქვს, ვაკო დაგეთანხმები. არასდროს არ ჭიდაობს. არადა ცოტა ჭიდაობა როგორ მოუხდებოდა. როგორ გადის, ნახე რა ლამაზად გადის. რა დარტყმა იყო, ბრავო ხამად. მაგრამ თვითონ კიდევ ერთი, ბრავო, ძალიან კარგი იყო ზედა. რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი. ბრავო ხამად გუნაევს. აი ამაზე ვლაპარაკობდი. ამას ვიძახდი რომ ძალიან ლამაზად ჭხუბობს, ძალიან ტექნიკურად ჭხუბობს. ფეხი მოგარტყა, არაფერი არ არის ეს. ნომოზოვმა თითი მომარტყა ფეხის და ამაზე არასდროს არაფერი არ არის. თავარია ხელის თითი არ აკონტროლებს. კარგია ხამად გუნაევი. ჭიდაობა შეეცდება ნომოზოვი. სხვა და აღარ ეკნება თუ ესე დარტყმები გაუტარა ხამადმა. სამბოშია თან ნომოზოვი ჩემპიონი უზბეკეთის როგორც ვიცი და მაგიტომ მიყვირს რომ ანუ სამბო როცა იცი ალბათ უნდა იჭიდაო კიდეც. კი. აბა ძალიან ლამაზი ჭუბია, ვიტყოდი ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობა. კარგი ფეხი იყო. აი ხილად. ნომოზოვი თითქოს დაიწყო კიდევ. შვენივრად მიდის ჭუბი, ის თქვა თავმად შეიძლება. ხამად გუნაევი კიდევ ერთი დარტყმა. აი იცი რა თითქოს დაღლა დაეთყო ნომოზოვს. გუნაევი კი რაღაც აი სიმართლე ვთქვათ, აი ამ ყველაფერს აკეთებს ისე რომ თითქოს დაღლაც არ ეთყობა და თან აი ეს მუდმივად აპრესინგებს მეტოქეს. თითქოს ცოტა დამშვიდნენ მებრძოლები. რო თქვა რომ დაიღალნენო ალბათ არ ამგონია, იმიტომ რომ ორივე მოძრაობს საკმაოდ კარგად. როცა საჭირო აი უმატებ ყოჩა ხამად გუნაევი რა კარგად. მოხდა რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი. რეალში კიდე გაამეორებს.
მარტივი რჩება. ფეხებით რა მაგრად მუშაობს ხამადგუნაევი. ეს ყველაფერი დამუშავე ხელით, ბრექვესტი, შვენიერი იყო. მომატავს კი, ხამადი ალბათ ფინიშის სუნს გძნობს, ესე ვიტყოდი. ნამდვილი მგელია და სუნს გძნობს ფინიშის. შესაძლებელია წყნარი წაყვანით ფინიშთან მივიდეს გუნაევი. იმიტომ რომ აი მოხდა გვიძში. ნომოზოვს უკვე ეთყობა დაღლა, აი ვიტყოდი რომ ეთყობა უკვე დაღლა ვაყო. აქაც აი უნდა გადაიყვანოს. აი ვიჭი მოხდა როგორი და საიდან თიშავს ხამადგუნაევი. საიდან თიშავს და დააწყნარა ხალხი რომ დააწყნარა ხალხი იმიტომ რომ ხამადი არის ძალიან მაგარი ადამიანი და არ ზეიმობს ამ გამარჯვებას იმიტომ რომ ნომოზოვმა 18 საათით ადრე აიღო ეს ბრძოლა და ყოჩა ხამა. მადლობა ამისთვის შე. მადლობა ორივე მებრძოლს. უპირველეს ყოვლისა ნომოზოვს რომელმაც მართლაც 18 საათით ადრე აიღო ბრძოლა და ხამაც ბრძოლა არ ჩაუშავა და აი ესე რომ თქვათ გარისკა, მაგრამ ფაქტია რომ ასეთ ორგანიზაციაში იჭხობა და ბრავო ხამადგუნაევს რომელმაც არ ვიცი ესე დგომიდან ღვიძლში მოარტყა არ არის ნამდვილად მარტივი. თან მუშკი. წიხულზე არ არის საუბარდა ფეხზე. ხამადგუნაევს ყოჩა წინვალე იყო ნამდვილად ხამადი ამ მომენტში და გამარჯვება გუნაევს. მეხუთე მოგება კარიერაში ხამადგუნაევისგან. მიულოცოთ ხამადგუნაევს. ნამდვილად იმსახურებს ეს ადამიანი. Ladies and gentlemen, your referee in charge, Marco Persson, stops this contest at 4 minutes and 57 seconds of the very first round. Your winner by technical knockout due to punches, Hamad Warrior Gontayev, Georgia. Bravo, ხამადგუნაევს 3 წამი იყო დარჩენილი პირველი რაუნდის დასრულებამდე და სწორად ივარაუდა მიშამ. Some words from Sakartvelo, go Marjos! Теперь скажу пару слов на чеченском. Васила Халала, Рейс Хилса, Вежершин, Руслан, Мальбек, Абдулкерим, Леки, Мадлоба. Всем огромное спасибо. Ойлас, Диди Мадлоба, Гурам Файт Клаб Бичебо. Мадлоба, Михаил Месхи, Мэри, всем вам спасибо за этот бой. И еще один момент. Мой соперник принял бой на 18-часовом уведомлении. Огромное уважение ему. Поаплодируйте, пожалуйста, Грузия! Сахоми, Нохчичу, Авахарал, Дезол Дутхон, Нохчичу, Хайдакчу, Аяхар, Аллаху Акбар. Георгий Габулашвили, Диди Мадлоба, Хвича Кваридзе, Руслан Балквадзе, Батум Шибичебо, Кар, Мадлоба! ყველას მადლობა გადაუხადა, როგორი მაგარი ადამიანი, როგორი კეთილი ადამიანი. უბრალოდ ვაყო მოყვარს ეს ბიჭი და მაგარი ბიჭია და მე ვუთხარი რომ ყველაფერს შევძლებ მეთქი, როცა გავიგეთ რომ ეგვიპტელი მებრძოლი ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. სამჯერ შეეცვალა და როცა მომწერა რომ მიშა რა ხდებაო, მეთქი ყველაფერს გავაკეთებ. ნუ ნერვიულობ და მადლობა ნომოზოვს ამისთვის რომ მოგცა ამის საშუალება. უნდა აღვნიშნოთ მადლობა გადაუხადა ჩვენს მეუღლესაც, მეიგისაც და შეიძლება ითქვას მანაც აი სამენეჯერო საქმიანობაში უდიდეს წვლილი და როლი შეიტანა და ძალიან მაგარი ამბავი იყო და ძალიან მაგარი ნოკაუტი ნახეთ, ნოკაუტი რა საჯბა გააჩერა საბოლოოდ შეხვედრა. მოკლედ ახლა უკვე გველის მომდევნო დაპირისპირება ბექა თამლიანი მარტინ საფარის წინააღმდეგ. გიჟური ბრძოლა უნდა იყოს ყველა ვარიანტში. Ladies and gentlemen, and now little break, 10 minutes rest. აწუთიანი შესვენება გამოცხადდა. დავისვენებ და 10 წუთში გავაგრძელებთ დაპირებებს.